ესე იგი, გაზაფხული მხოლოდ განახლების სეზონი არ არის, ეს არის პერიოდი, როცა კანი ახალ გამოწვევებს ეჯახება. ტემპერატურის მატება, ტენიანობის ზრდა და მზის გააქტიურება აძლიერებს ცხიმის გამოყოფას, რის შედეგადაც ხორება უფრო შესამჩნევი ხდება, იმატებს შავი წერტილები და კანი სწრაფად კარგავს სისუფთავის შეგრძნებას. განსაკუთრებით რთულია ეს პროცესი ცხიმიანი და აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის. ამ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ძვირფასო მეგობრებო სწორ მოვლას. როგორ უნდა შევარჩიოთ პროდუქტები სწორად და მივიღოთ სასურველი შედეგი, რაც თავარია დაბალანსებული და ჯანსაღი ჯანმრთელი კანის სახით. დერმატოლოგი მაკა დოღოზაშვილი და ნატალია ჭრიკიშვილი PSP-ს ბრენდ მენეჯერი გაგვიზიარებენ ახლა იმ რჩევებს, რომელიც განსაკუთრებით იმ ადამიანებს გამოადგებათ, რომლებიც აი ამ პრობლემას ებრძვიან, იმიტომ რომ ერთია, როდესაც ჩვენ ზოგადად კანზე ვსაუბრობთ და კანის ტიპებს და მეორე, როდესაც კანის ტიპი როგორც პრობლემაა და აკნესკენ მიდრეკილი კანია. რუბრიკის სპონსორია PSP. ყველაფერი, რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის საფთიაქი. დილა მშვიდობის გამარჯობა. პირველ რიგში მადლობა მეგობრებო სტუმრობისთვის. საკმაოდ პრობლემატურ საკითხს ვეხებით და იმედი მაქვს რომ დამამშვიდებთ იმ ადამიანებს, ვისაც აკნესკენ მიდრეკილი კანი აქვს და დავიწყოთ ზემოდან კიდევ უფრო. რატო ხდება სეზონურობაზე, რატო არის დამოკიდებული ეს ყველაფერი, ჩვენი კანის ტიპი? რატო გიждდება ხოლმე განსაკუთრებით როდესაც გადავდივართ სიცივიდან სითბოზე და მერე სითბოდან უკვე ისევ სიცივე. ეს რაღაცა ხანგრძლივი პროცესია ხოლმე ამ კორნალობის სწორად პროდუქტების შერჩევა ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული და რატო მაინც და მაინც იმ დროს როცა ალბათ ბუნებასთან ერთად კანის ფორებიც იღვიძებს, ხო? კი, ნამდვილად, მოგესალმებით. დილა მშვიდობის. თვითონ აკნეს დაავადება უშუალოდ ეს სეზონთან დაკავშირებული დაავადება ნაკლებად არის, კი, ნაკლებად არის. აი ყველაზე დიდი გამწვევება შეიძლება ვთქვათ ხოლმე ზაფხული შემოდგომის პერიოდში, მაგრამ გაზაფხულზეც, როდესაც ცოტათი მზის აქტიურობა მატულობს, როგორც აღნიშნეთ, აი არის ხშირად რომ ძალიან აქტიურდებიან ფიზიკურად ადამიანები, თუნდაც პროფიზიკური აქტივობა ვარჯიში და ზედმეტად ოფლიანდებიან. კი ბატონო. ცხიმის გამოყოფა მატულობს, რაც არის აკნეს ერთ-ერთი პათოგენეზური ჯაჭვი, მიმართულება, რომ ცხიმის გააქტიურება ხდება გამოყოფის და აკნე მწვავდება ხოლმე. თუმცა მაინტერესებს ცხიმიანი კანი აუცილებლად ტოლობის ნიშანია, იქვე რომ ნიშნავს აკნეს? არავითარ შემთხვევაში. თუმცა რისკი აქ უფრო მეტია ვიდრე მშრალი კანი. შეიძლება ცოტა მეტი იყოს კი, მაგრამ არის ხოლმე იზოლირებულად ცხიმიანი კანი, როდესაც ისეთი ბევრ აკნეს ელემენტებს არ ხვედავთ სახეზე, მაგრამ თვითონ აკნე ძალიან გავრცელებული არის პოპულაციაში, დაახლოებით 90%-ს აღენიშნება სხვადასხვა ასაკში, სხვადასხვა ინტენსიურობით. ცხიმიანი კანი შეიძლება იყოს ცხოვრების რაღაც პერიოდში უფრო მეტად მიდრეკილი აკნეს გამწვავებისკენ. და შეიძლება რომ აი ცხიმიანი კანი, აკნესკენ მიდრეკილი ცხიმიანი კანი ისე მოვუაროთ, რომ გამოშრობამდე არ მივიყვანოთ, იმიტომ რომ ეს ხო რაღაცა მეორე უკიდურესობა, როდესაც კანს აშრობ იმ დონეზე, რომ მე უკვე სხვა პრობლემები იჩენს თავს. ეს არის სწორედ ამ ბალანსის დაცვა არის ყველაზე მთავარი. და რთული? არც ისე რთული, თუ კი ინფორმაცია. მაგას სწორედ მაგისკენ მივხვით, რომ მეტ ინფორმაცია მივაწოდოთ ადამიანებს, იმიტომ რომ აკნე არ არის ერთი მიზეზით გამოწვეული, ხო მულტიფაქტორული ანთებადი ქრონიკული დაავადება და სხვადასხვა სამიზნეს, როდესაც სწორად მკურნალობ უფრო ესეთი მართული და ძალიან ადვილად მიმდინარე არის აკნე და დღესაც აი თანამედროვე დერმატოლოგიაში უკვე იგივე კლინიკურ კვლევებზე დაფუძნებითაც ხო იგულისხმება რომ არ ვეძებთ რამე ერთ ძალიან აგრესიულ სამკურნალო მედიკამენტს, რომელთაც ამას უმკურნალობთ, მხოლოდ ერთს, გინდაც ადგილობრივს ან სისტემურს, არამედ სხვადასხვა მიმართულება, სხვადასხვა აქტიური ინგრედიენტებით, რო ერთდროულად ვმართოთ როგორც ჭარბი ცხიმის გამოყოფა, ასევე ჭარბი მკვდარი უჯრედების დაგროვება, ასევე ანთება და ასევე მაგალითად ჰიპერპიგმენტაცია აკნეს შემდგომ. აი ამათ ემსახურება სხვადასხვა აქტიური ინგრედიენტი, რომელიც თანამედროვე მოვლის ხაზებში შედის. კი ბატონო, მთავარია სწორად მივაგნოთ და ვიცოდეთ სანდო პროდუქტი იყოს ეს ყველაფერი. და ბუნებრივია არის ახლა ბაზარზე ძალიან ბევრი საშუალება არსებობს. ხომ მთავარია სწორად მივაგნოთ ის რაც მოგვიხდება, ხო ასეა. ჩვენ შემთხვევაში ახლა ესვე არის წარმოდგენილი ფრანგული და ერთგვარად ჩემთვის უკვე რაღაც ნიშანი არის ხოლმე, როდესაც ფრანგულია, ვიცი რომ სანამ ჩვენამდე მოვა, ძალიან დიდ გზას გადის. ჩვენთვის ნაცნობია ეს პროდუქტი, ასე თუ ისე ვიცნობთ ეს ვიარს, თუმცა აკნეს პრობლემას ვინც ებრძვის იმ ადამიანებისთვის მინდა რომ გარკვეული აქცენტები გავაკეთოთ, ხო, რატომ ეს ვე არის?
კი ბატონო, პირველ რიგში ვიტყვი, რომ SVR არის 60 წლიანი გამოცდილების ბრენდი და ერთ-ერთი წამყვანია სილამაზის ინდუსტრიაში, მსოფლიოს სილამაზის ინდუსტრიაში და ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით არის შექმნილი ექიმებთან, მათ შორის დერმატოლოგებთან, გინეკოლოგებთან, ოფთალმოლოგებთან და ესეთია ყველა მისი პროდუქტი ძალიან კარგია ყველაზე მგრძნობიარე და რეაქტიული კანისთვისაც. კონკრეტულად ეს ხაზი, სებიექლიარის ხაზი, არის ცხიმიანი კომბინირებული აკნისკენ მიდრეკილი და ზოგადად პრობლემური კანისთვის განკუთვნილი. კი ბატონო. და შეიცავს აი ისეთ აქტიურ ინგრედიენტებს, როგორც არის ნიაცინამიდი, გლუკონოლაქტონი, რომელიც აი სუბუქ ექსფოლიაციას უწყობს ხელს, სარიცილის მჟავა და ეს აქტიური ინგრედიენტები ცნობილია როგორც ყველაზე ესეთი კარგი საშუალება აკნისკენ მიდრეკილი კანის მკურნალობისთვის. წარმოდგენილი გვაქვს აქ სხვადასხვა პროდუქტები, უცბად რომ განვიხილოთ. მოვლის ერთგვარი რუტინა არის შექმნილი, სრული რუტინა არის შექმნილი. შეგიძლიათ გითხრათ რომელიმე ერთი ან რამდენიმე ის წამყვანი ინგრედიენტები, რომელიც აკნისკენ მიდრეკილი კანის დროს აუცილებელია ჩავრთოთ მკურნალობაში. აი ის წამყვანი თქვათ ამ ხაზის მაგალითზე თუ განვიხილავთ, ალბათ სჯობს. შეიძლება აღვნიშნოთ პირველ რიგში მჟავები, ლაქტობიონის მჟავა აღვნიშნოთ, იგივე გლუკონოლაქტონიც არის და რატო არის მნიშვნელოვანი ანუ ეს ინგრედიენტი და კარგი მგრძნობიარე კანის მოვლისთვის. არის სხვა მჟავები, ბეტა-ჰიდროქსი, ალფა-ჰიდროქსი მჟავებს უწოდებენ. ისინი რაღაც არ მეცნობა მე, იმიტომ რომ აკნეს ალბათ ამ პრობლემას არ ებრძვიდა იმიტომ და აი ამ სახელით უკვე ვიცი სალიცილის რომლებიც ცოტა მეტად აგრესიული არის. თქვა შეიძლება ძალიან უფრო კომფორტულად პაციენტი თქვა ზამთრის განმავლობაში იყენებდეს. ან ისეთი უფრო ზედმეტად ცხიმიანი ზამთარში იყენებდეს მჟავებს. ანუ სხვა მჟავებს შეიძლება აქტიურ მჟავებს რეტინოიდებს უფრო თავისუფლად იყენებს. შეიძლება ყველა სეზონზე იყენებდეს, მაგრამ სხვადასხვა სიფრთხილით. თუ არის მგრძნობიარე კანი, აი ეს ლაქტობიონის მჟავა, იგივე გლუკონოლაქტონის გამოიყენება, არის შედარებით დიდი მოლეკულა და ძალიან ნაზ ექსფოლიაციას აკეთებს გამოშრობის გარეშე. რატო არის აკნეს დროს ძალიან სიფრთხილე რომ ზედმეტად არ გამოვაშროთ, რომ აკნეს დროს კანი არის სადაც ბარიერის ფუნქცია აქვს დარღვეული და დეჰიდრატაცია მატულობს ამ დროს და თუ კი დეჰიდრატაცია მატულობს ამ წყალს დაკარგავს, ავტომატურად აკნე მწვავდება. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინგრედიენტია. გამოყოფდი ნიაცინამიდსაც, რომელიც ძალიან კარგად ეს ანთების საწინააღმდეგო და ტენიანობას აუმჯობესებს კანისას. დროსაც რომ ვიყენებ არ ვაშავებ ხო არ ვაშავებ დროს მოვლის საშუალება ძალიან კარგი ინგრედიენტია და სხვათა შორის ბევრ მოვლის საშუალებაში შედის უკვე და ესე მათ შორის სახის კანის სხვადასხვა მიმართულებით არა მარტო აკნეს დროს, არამედ როდესაც ჰიპერპიგმენტაცია, როზაცია, იმიტომ რომ ბარიერულ ფუნქციასაც აუმჯობესებს, სიწითლესაც ამცირებს და კარგად გადაიტანება ეს ინგრედიენტი უმრავლეს შემთხვევაში. და აზელაინის მჟავა მიყვარს მე პირადად. აზელაინის მჟავა იცით როგორ ინგრედიენტია, რომ ბევრი მიმართულებით მუშაობს. ანტიბაქტერიული ეფექტიც აქვს, ცხიმიანობასაც არეგულირებს და პოსტაკნეზეც მუშაობს. ეს არის ძალიან ისეთი აი კონკრეტულ შემთხვევებში განვიხილოთ ახლა. კი ბატონო, გადმოვინაცვლეთ ისევ SVR-ს. კი ბატონო, რუტინას რომ მივყვეთ ზოგადად, პირველ რიგში ვიწყებ დაბანით. სახის დაბანით. გაწმენდით. კი ბატონო. კი ბატონო, ამ შემთხვევაში გვაქვს ორი ტიპის სახის დასაბანი. ერთი არის უფრო გელის სტრუქტურა აქვს და მეორე უფრო კრემოვანი. ეს არის აკაფებადი, შეიცავს სალიცილის მჟავას. აი მომეწონებოდა. კი ბატონო. აი აკაფებადი ტექსტურა. და კრემოვანის შემთხვევაში ეს არის არააკაფებადი და გამოიყენება უფრო ისეთ შემთხვევებში, როდესაც მაგალითად მომხმარებელი მკურნალობს აკნეს სამკურნალო პრეპარატებით და უფრო მეტად გამომშრალი და გაუხეშებულია კანი განსაკუთრებით ატენიანებს. უფრო ატენიანებს და შესაბამისად კი ბატონო. კი. შემდეგ ჩამოვიბანეთ სახე. აი მე რა. და გადავედით შრატზე. შრატი გვაქვს ჩვენ იდეალური აზელაინის შრატი, რომელიც SVR-ის მომხმარებლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პროდუქტია, კი ბატონო, შეიცავს 15% აზელაინის მჟავას. ასევე ნიაცინამიდს მუშაობს როგორც უკვე თქვით მრავალმხრივი მიმართულებით კი ამშვიდებს აკნეს მკურნალობს აკნეს შემდგომ ლაქებს ებრძვის და უკვე კიდევ თავიდან რო წამოვიდეს აკნე იმასაც ხელს უშლის და ასევე გვაქვს
ახალი პროდუქტი, ეს არის სიახლე. აბა. ეს არის ლოკალური კრემი, ესეც აზელაინის შემცველობით. უკრავდათ რომ ვებრძოლოთ იმ გაღიზიანებულ ადგილს, ხო? ქმნის, აი, აქვს პაჩის ეფექტი. დაიტან ლოკალურად, მაკიაჟის ქვეშაც კი გელია და ესეთი აპკს ქმნის, მთელი დღის განმავლობაში სიბინძურისგანაც იცავს კონკრეტულ გამონაყარს. 4 საათის განმავლობაში უკვე საგრძნობი შედეგები აქვს ამ ცირებს ზომაში. განვიახლოთ ალბათ 4 საათი. კი ბატონო, კი, შეგვიძლია განვიახლოთ და მაკიაჟის ქვეშაც არის იდეალური. იცით რა მაინტერესებს ნატალი, ეგ შეგვიძლია ესე იგი სხვა ტიპის კანზეც ვიხმაროთ, როდესაც უცბად გამონაყარივით როიჩენს ხოლმე თავს, შეგვიძლია ლოკალურად ჩვენს გამოვიყენოთ. თუ შეიძლება არ ვებრძოდე აკნეს, მაგრამ არის ხოლმე რომ ეხლა სეზონია დაცხა და მტვერში, მოკლედ, ბევრი მიზეზი შეიძლება არსებობდეს, რომ გამონაყარივით 1-2 წამოხდეს, რაც ხელს გვიშლის და ნერვსაც. შესაბამისად ასე დროს ეს შეგვიძლია გამოვიყენოთ. დიახ, ნებისმიერ შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ. დასასრულს ალბათ კრემი და როგორც არ ვიცი, შეიძლება არასწორი ვიცი, ამიტომ ვაზუსტებ თქვენთან. აუცილებელია ხოლმე, როდესაც პილინგს ვიყენებთ, ეს იქნება ნაზია ფერცლავი, თუ როგორც თუ სხვადასხვა მჟავებს. ამის შემდეგ, როგორც მე გამიგია, აუცილებელია, რომ ბარიერის აღმდგენი კრემი მოვიხმაროთ. და ეს მართლა მნიშვნელოვანი საფეხურია. აღმდგენა დაკავშირებულია პირდაპირ სწორ რეგულარულ დატენიანებასთან. დამატენიანებელი შეიძლება იყოს სხვადასხვა ინტენსივობით აღმდგენი, თუ კი აკნეს სამკურნალო საშუალებებმა მართლა ზედმეტად გამოგვიშვა, ზოგჯერ გააღიზიანა კიდეც. ჩვენი კანი შეიძლება თავიდან უფრო ინტენსიური აღმდგენი არის ხოლმე ეგრეთ წოდებული ჰიდრაკრემები, რომელშიც ცოტა დიდი რაოდენობით შედის ესეთი დამატენიანებელი ინგრედიენტები და აქ სულ არის ხოლმე ესეთი ბალანსი დასაჭერი ზოგჯერ დაბანიდან პირველივე წუთში ხდება ჯერ დამატენიანებლის წასვლა, რომ კარგად დატენიანდეს და შემდეგ 20 წუთში ვიყენებთ ხოლმე აქტიურ ინგრედიენტებს, თუნდაც აზელაინის მჟავს, მაგრამ ეს არის ძალიან ჰიპერმგრძნობიარე, ზედმეტად ჰიპერმგრძნობიარე კანისთვის, რომელიც პირდაპირ შეხებაში როცა არის აქტიურ ინგრედიენტთან ღიზიანდება. და მეორე ვარიანტია, როდესაც კანი არ ადეკვატურად იტანს აქტიურ ინგრედიენტებს, დაბანიდან მსუბუქად შეშრობის შემდეგ ჯერ აქტიურ ინგრედიენტს ვისვამთ და შემდეგ ვისვამთ დამატენიანებელს და არსებობს სენდვიჩის მეთოდიც, როდესაც დამატენიანებელი წავისვით, მერე აქტიური ნივთიერება და გარკვეულ პერიოდში ჩვენმა კანმა ისევ მოიხთხოვა დატენიანება. ეს არის უფრო იშვიათ შემთხვევაში. სტანდარტულად მარტივი რუტინები ინდივიდუალური არის და თუ კარგად ვიცნობთ ჩვენს კანის ტიპს და ვიცით რას ვებრძვით და რა მიზანი გვაქვს, უფრო მარტივია მერე კი მორგება და ასე ვთქვათ, ხო იმ რუტინის შექმნა, რომელიც ჩვენ რამე პროდუქტი არ დაგვრჩეს ისეთი, რაც გვინდა რომ რამდენიმე სახის დამატენიანებელი გვაქვს, ანუ ეს არის გვაძლევს არჩევანს, რომ როგორც ჩვენ კანს მიესადაგება, ისეთი დამატენიანებელი ავირჩიოთ. პირველ რიგში ვიტყვი ამ გელთან ერთად, როდესაც აკნეს სამკურნალო პრეპარატებს ვიღებთ, გვაქვს ჰიდრას დამატენიანებელი კრემი, რომელიც განსაკუთრებით ატენიანებს კანს, ანუ თან აკნესაც მკურნალობს და თან უფრო მეტად ატენიანებს, როდესაც განსაკუთრებით გამომშრალი გვაქვს კანი პრეპარატებით მკურნალობის შემდეგ. კი ბატონო. გვაქვს აქტივ გელი, რომელიც შედარებით უფრო მძიმე აკნეს, კი ბატონო, ეს არის. ეს რა დროს და რისთვის გამოიყენება, ბარემ ისიც უგვითხრა? ეს არის შრატის შემდგომი უკვე ჩვეულებრივი დამატენიანებელი, კი, თან ამავდროულად ჩვენს პრობლემებს და რადგან გელია მსუბუქი კონსისტენცია აქვს, შესაბამისად სიცხესთან ერთად უფრო კომფორტული გახდება ამის დატანა. მგონი გელი აუცილებლად მსუბუქს არ ნიშნავს, როგორც გელი ამიხსნეს. როგორც წესი ტექსტურა, აი აკნეს დროს სულ რომ დავიბნეთ რა კომედოგენურია, რა კომედოგენურია, ტექსტურებს ვაქცევთ პირველ რიგში ყურადღებას ხოლმე. აი ესეც მნიშვნელოვანია. ლოსიონის გელის ტექსტურა ავტომატურად ნიშნავს, რომ არ იქნება კომედოგენური და აი აზელაინის შრატი და გელი რო განვასხვაოთ, მაგალითად შეიძლება და უფრო სწორად აი ჰიდრა და აქტივ გელი, ხო? შეიძლება აქტივ გელი უფრო მეტად ცხიმიანი, ესეთი შედარებით უფრო კარგად ამტანი კანისთვის იყოს კარგი დამატენიანებელი, ჰიდრა შედარებით უფრო გამოშრობით მიმდინარე აკნესთვის იყოს კარგი დამატენიანებელი. დიფერენცირება რომ მოვახდინოთ შრატის შემდეგ, მაგალითად უმჯობესია აქტივ გელი თუ უმჯობესია ჰიდრას გამოყენება. იცით რა მაინტერესებს მაგალითად, საბოლოო ჯამში არის შანსი რომ სამუდამოდ
დავამარცხოთ ეს პრობლემა. არის ამის შანსი. თუ თქვით, ვიტყვით აკნეს ბუნებას, ხომ არის ქრონიკული ანთებით მიმდინარე. ნამდვილად. ანუ რეციდივის რისკი ყოველთვის არის. ვერ ვიტყვით, რომ აი მოვიშორეთ აკნე, მაგალითად მოზარდობის ასაკში და არასდროს გვიან ასაკში თუ არის რაღაცა ჰორმონალური ტრიგერი ან სტრესული პერიოდი, რომ არასდროს არ გამწვავდება. მაგრამ თუ კი მართვა ვიცით კარგად, რაც საჭიროებს რეგულარულობას და მგონი ძალიან ხაზგასმით ჰიგიენას, იმიტომ რომ სხვა კანი თუ გაპატიებს რაღაცას და უშავს დაკნისკენ მეტრეკელი კანი ამ ჰიგიენას უკვე დღეს აღარ არის აი უბრალოდ რაღაცა კანის მოვლის საშუალება, არამედ ჩვეულებრივი თერაპიის ნაწილი არის. ადრე არ იყო ესეთი მნიშვნელოვანი. არც ამდენი საშუალება არ იყო ადრე ხომ ეთანხმები და დღეს უკვე არის საშუალებები ძალიან ბევრი თან და მთავარია მივაგნოთ სწორ პროდუქტს და იყოს სანდო ეს პროდუქტი, იმიტომ რომ ის პრობლემა, რომელსაც ადამიანი ამ დროს განიცდის და ებრძვის, კიდე ზედმეტი ხარჯი არ იყოს და რაც მთავარია, კმაყოფილი დარჩეს ბოლოს ადამიანი. მადლობა საინტერესო ამბებისთვის და ახალი ამბების შემეცნებისთვის კიდევ ერთხელ წარმატება თქვენ.